გრძელდება თოვლიან საქართველოში მოგზაურობა. ბორჯომ ხარაგაულის დალაშქვრის შემდეგ გეზი ბაკურიანის მიმართულებით ავიღე. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ნახავთ თუ როგორ შეიძლება აქტიური დასვენება და გართობა სამთო სათხილამურო კურორტზე. ბაკურიანი ბორჯომიდან 30 კილომეტრში. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბაკურიანში პირველი სათხილამურო ბაზა 1932 წელს გაიხსნა. დღეისთვის ის საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო სათხილამურო ცენტრია. უშუალოდ კოხტაგორა, რომლისკენაც გეზი ავიღე, ბაკურიანიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და 2015 წელს გაიხსნა. თუ საკუთარი აღჭურვილობა არ გაქვთ, აქ ყველაფრის ქირაობაა შესაძლებელი. თხილამურის, სნოუბორდის და შესაბამისი ფეხსაცმლის, რაც საშუალოდ 50 ლარების, ჩაფხუტი და სათვალე კი 20 ლარი. ბაკურიანში დასვენებისას, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გასართობი არის სრიალი, ეს იქნება სნოუბორდი თუ თხილამურები. თვითონ ბაკურიანში არის სამი ძირითადი სასრიალო ტრასა, თუმცა არის კერძო ტრასებიც და თქვენზე დამოკიდებული, რომელსაც აეჭვით. პირადად მე არ ვსრიალებ, იმიტომ რომ ბავშვობაში რაღაც მუხლის ტრავმა მქონდა და ვერიდებოდი ხოლმე დადგომას, თუმცა ამ ყველაფერმა გაიარა. დაახლოებით 2 წლის წინ ავიყვანე ინსტრუქტორი, მახსოვს ინსტრუქციები თუ როგორ უნდა ვიმოქმედო, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ყველაფერს პრაქტიკაში გამოსვით. არ ვარ პროფესიონალი, უბრალოდ ეხლა დავდგები და გავიხსენებ და ვეცდები რომ რამე არ მოვიტეხო, მომავალი მოგზაურობები არ დავაზიანო ამით, უბრალოდ დავტკივი ამ ყველაფრით. ნახოთ რა გამოვა. თუ გსურთ ინსტრუქტორის აყვანა, 1 საათის ფასი 80-დან 100 ლარამდე მერყეობს. საბაგიროდან პირველივე გაჩერებაზე ჩამოვალ. იქიდან ვეცდები დაშვებას, ვინაიდან შედარებით მარტივი სასრიალო მონაკვეთია. თუ ჩემსავით სნოუბორდის სწავლას გადაწყვეტ, ბევრჯერ დაცემისთვის უნდა იყოთ მზად. თავარია, სწორად დაცემა იცოდეთ. ჩემი მიზანი დღეს ფეხზე წამოდგომა და ბალანსის დაცვა, რაც ძალიან მიჭირს, მაგრამ თანდათან გამომდის და რიგ ადგილებში ვსრიალებ კიდეც. ინსტრუქტორის რჩევები მხსომებია მეგობრებმაც გამახსენეს, მაგრამ რა თქმა უნდა არაერთხელ დავეცი. თუმცა მთავარია რომ როდესაც სრიალს გადაწყვეტ, იცოდეთ სწორი დაცემა რომ რამე არ დაზიანდეთ. რა თქმა უნდა გქონდეთ ჩაფხუტი და მაქსიმალურად დიფრთხილოთ. პირველ რიგში მთავარი იცოდეთ, როდესაც დაფაზე დადგებით ფეხზე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა იცოდეთ ბალანსი, რომ ეს უნდა იყოს შედარებით ზევით აწეული, ქვედა ნაწილით მიწაში იყოს ჩასობილი, რომ არ დაგორდეთ, არ დასრიალდეთ. დანარჩენი უკვე პრაქტიკის ამბავია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა 2 წლის წინ დავდექი პირველად, ახლა ფაქტობრივად ისე პირველად გავარ და პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია რომ კარგად ისწავლოთ სრიალი. თუმცა ვაპირებ რომ მომავალ დღეებში და მომავალ სეზონებში უფრო აქტიურად ვისრიალო და არა მარტო საქართველოში, შეიძლება სადმე საზღვარგარეთაც და ერთად ნახავთ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს. ახლა კი ჯობია რომ მე დავისვენო, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე. დაცემის შემდეგ გაგდგომა საკმაოდ ჯაფას მოითხოვს, ან არაერთხელ დავეცი როგორც აღნიშნე. ახლა დავაბრუნებ ამ დაფას საიდანაც ვიქირავე, ჩაფხუტს აბსოლუტურად ყველაფერს და უკვე როგორც ტურისტი ისე ავალ, დავტყვები ხედებით, იმიტომ რომ სრიალის დროს მაინც და მაინც ამის შანსი არ მქონდა, მხოლოდ თოლთან მქონდა ურთიერთობა. ისეთი კარგი შეგრძნებაა მომდევნო სეზონზე აუცილებლად დავგეგმა ვაკ ამოსვლას. აქტიურად რომ მივარჯიშო და სრიალის საწყის დონეზე ვისწავლო. ახლა კი კოხტაგორის ზედა გაჩერებაზე ავალ და იქიდან გადმოვხედავ ხეობას. ამ ადგილიდან ხელის გულზე იშლება ბაკურიანის, დიდველისა და მიტარბის ხედები. კარგი ამინდის დროს აქედან ყაზბეგის მყინვარწვერის დანახვაც გია შესაძლებელი. აქ შედარებით ნაკლები ადამიანია, ვინაიდან ბევრად დამრეცი მონაკვეთია. დასაშვებად სრიალის კარგი უნარები და მეტი გამოცდილებაა საჭირო. სამაგიეროდ, ჩემსავით ხედებით დასატკბობა დამოსული ხალხის რაოდენობა არც ისე მცირეა.
კვლავ საბაგიროთი ბრუნდებით კოხტაგორას ძირში. საბაგირო გზის მთლიანი სიგრძე 1100 მეტრია. იმის მიუხედავად, რომ ამინდი უარესდება, გზადავტკბები ხედებით და მოთხილამურე სნოუბორდისტების სრიალით. ახლა სადაც მოვედით, ამ ადგილის შესახებ არ ვიცოდი, აქამდე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ გავარკვიე, რომ არის ერთი პატარა ეკლესია, რომელიც ელია თესბიტელის სახელობისაა. როდესაც კოხტაგორიდან მიდიხართ მიტარბის მიმართულებით, გზად შეგხვდებათ ერთი ესეთი პატარა ეკლესია. ვისაც ჩვენი ერთ-ერთი პირველი გადაცემა გინახავთ ვაშლოვანის შესახებ, იქ ვიყავით ელია წინასწარმეტყველის მონასტერში და სწორედ იმ ელია თესბიტელის სახელობის ეკლესია არის ესეც. ეკლესიის გარდა ეზოშიც საკმაოდ კარგი გარემოა, შეგიძლიათ გზად შემოხვიდეთ, მოილოცოთ და განაგრძოთ გზა. ვაგრძელებთ გზას კურორტ მიტარბისკენ. მანქანით დაახლოებით 5 წუთი გჭირდება. კურორტი მიტარბი 2016 წელს გაიხსნა. სასრიალო გზების საერთო სიგრძე 10 კილომეტრია და აქ 3 საბაგირო გზა არის განთავსებული. 2 საბაგირო გზა უშუალოდ მიტარბს ემსახურება, ხოლო მესამე საბაგირო ბიგელით შეგიძლიათ კოხტაზე გადახვიდეთ. საბაგიროებით სარგებლობისთვის რამდენიმე ტიპის აბონემენტი არსებობს. ვინც სეზონის განმავლობაში აქტიურად სრიალებს, მთლიანი წლის აბონემენტს იძენს, რომლის გამოყენებაც საქართველოს ყველა სამთო სათხილამურო კურორტზეა შესაძლებელი. აბონემენტის ფასი 650 ლარია, სტუდენტური ფასდაკლებით 300 ლარი. არის ერთი ან რამდენიმე დღიანი აბონემენტებიც. თუ ერთი დღით ამოდიხართ და რამდენიმე საბაგიროზე გინდათ ასვლა, 3 ასვლა ყველაზე მიზანშეწონილი ვარიანტია, რომლის საფასური 35 ლარია. ამოვიდით ზედამიტარბიზე, რომელიც მდებარეობს 2207 მეტრზე, რა თქმა უნდა, მე არ ვსრიალებ. ამ ადგილიდან ვინაიდან აქედან მხოლოდ პროფესიონალები ეშვებიან, როგორც სნოუბორდისტები, ისე მოთხილამურეები. ამეთში მაინც და მაინც ამ ეტაპზე არ გაგვიმართლა იმ კუთხით, რომ მთების ძირითადი ნაწილი ჩანისწრულია, მაგრამ იმედია დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას ვაპირებ გადასვლას და იქ უკვე გამოჩნდება მთები, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ აქედან შეგიძლიათ დატკბე ბაკურიანის მთებით, კავკასიონის ნაწილები ჩანს და რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეამოვნო ამ ხედების ხილვა. საკმაოდ დაცივდა და შეიცვალა ამინდი, მაგრამ რა თქმა უნდა მომზადებულები ვართ, მეც და ჩემი მეგობრები, ვინც აქ სრიალებენ და არ სრიალებენ. თბილად ვართ, არ შეგვცივდება და დავტკბებით ხედებით მაქსიმალურად. მიშინის სრიალით. ჩამოვედით ქვედა მიტარბიზე, სადაც როგორც ხედავთ, ჩემ უკან არის კაფე-ბარი, სადაც შეგიძლიათ მივიდოთ როგორც ცხელი სასმელები, ისე ცივი ან ალკოჰოლური, თქვენზეა დამოკიდებული, რას მივირთვეთ. თუმცა ამ სიცივეში მე პირადად ცხელი სასმელები მირჩევნია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ საბაგიროს ბოლოში არის სამაშველო განყოფილება, სადაც
თუ ვინმე დაშავდება, აუცილებლად დაეხმარებიან და საჭირო შემთხვევაში საავტომობილშიც გადაიყვანენ. სამწუხაროდ ამინდი პირიქით შეიცვალა, გარშემო ყველაფერი ჩაინისლა, ფაქტობრივად არაფერი აღარ ჩანს, ასევე წვრილად თოვს, ამიტომ კარგი დროა შევიდეთ შემკან არსებულ კაფეში და ცხელის ასმელი მივირთოთ. მერე კი დავბრუნდებით დაბლა და ვნახოთ საით შეიძლება წავიდეთ. ცხელის ასმლის დალევის შემდეგ შეგიძლიათ ყინულის ფიგურების გამოფენის დათვალიერება. მზიან ამინჩი კი სასიამოვნოა სკამზე ჩამოჯდომა და ცხუნვარე მზეზე მიფიცხება. ახლა კი აჯობებს დავბრუნდე დაბლა სადგურში. წავიდე სასტუმროში და დავისვენო. საკმაოდ ნაყოფიერი დღე გამოვიდა. ხვალ საინტერესო ტური მაქვს დაგეგმილი და ენერგიის აღდგენა აუცილებელია. იმ აქტივობებს შორის, რითაც შეგიძლიათ ბაკურიანში დაკავდეთ, ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო და განსაკუთრებულია თოლმავლების ტური. თუ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხართ, სხვადასხვა სირთულის და ხანგრძლივობის ტურის დაგეგმვაა შესაძლებელი. წლების წინ კოვიდის პანდემიამდე არაერთხელ ყოფილვარ სოფელ თორის და ტაბაწყურის მიმართულებით. დღეისთვის ტაბაწყური ავირჩიე. დავჯავშნე ტური და ახლა შეხვედრის ადგილზე მივდივარ. მოვიდით ვიწყებთ ბრუნების წურს და ჩვენი მეგობარი ნიკა, რომელიც დაგვეხმარება დღეს ამ გზავრობაში, პირველ რიგში რა თქმა უნდა აგვიხსნის, როგორ უნდა მართოთ და როგორ უნდა ვიაროთ. ეს არის გაზი. ეს არის ტორმუსი. კი ბატონო. აი ესე იქოქება. ჩვეულებრივად, როგორც ჩვენ წავალთ წინ, ესე გამოყვებით უკან. დისტანციას დავიჭერთ 5-10 მეტრი. გზას დაღვართებში უფრო დიდი. კი ბატონო. რავი. გაზი, ტორმუსი. მუხრუჭი, ეგ არის. სხვა მეტი არაფერი არ აქვს. გზადაგზად თუ რა მექნება კი აგვიხსნია. კი, გზაში ყველაფერი ნელ-ნელა გავივლით ყველაფერს. ძალიან კარგი, შვენიერი ამინდია, კარგი განწყობით ვართ და დავიწყოთ შვენი უგზავრობა. თოლმავლის მართვა ასეთ რელიეფზე საკმაო ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს. საჭმე მუდმივად იცვლის მიმართულებას, ამიტომ მაქსიმალურად მყარად უნდა გვეჭიროს. გზიდან რომ არ გადავიდეთ. მოსახვევში შესვლისას წონასწორობის დასაცავად აუცილებელია ტანი მოსახვევის საპირისპიროდ გადავხაროთ. ასევე მნიშვნელოვანია სხვა ბურანებთან დისტანცია დავიცვათ. სადღაც 15 წუთიანი მგზავრობის შემდეგ გამოვედით, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედები სოფელ მიტარბიზე და შემიძლია გითხრათ, რომ ნელ-ნელა ვეჩვევ, იმიტომ რომ ბოლოს 4 წლის წინ ვიჯექი, არც მახსოვდა არაფერი, თუმცა პრაქტიკაში უფრო მარტივია, რომ შეეჩვიო და გაიხსენო როგორ უნდა ატარო. ახლა უკვე ჩემ მეგობარს დავსვავ, მე უკან გადავჯდები და ისე დავტკბები ხედებით, მასზე იყოს ეს პასუხისგებლობა. ცოტა ხანს შევისვენეთ, ვისიამოვნეთ ულამაზესი ხედებით და გზა გავაგრძელეთ. თოლმავლის მართვა ძალიან კარგი განცდაა, მაგრამ არც გზავრის ამპლუაა ურიგო. პირიქით, უფრო მეტი შესაძლებლობაა გარშემო არსებული ხედებით დადგმეთ. საკმაოდ საოცარი აღმართები ამოვიარეთ კარგი გზებით. კარგად ვიჯაყჯაყეთ. ცოტა მოვინჭრიეთ. დამოვიდეთ ამ ადგილას, სადაც ცოტას დავისვენებთ. ჩემ უკან ახლა არის ტბა, მაგრამ რა თქმა უნდა გაყინულია, დაფარულია თოვლით. როგორც ბიჭებმა გითხრეს, აქ ჩამოდიოდა პატარა ღელე, რომელიც ერთმა ადგილობრივმა კაცმა სახელად კალოზამ დააგუბა და ასე გაჩნდა ეს ტბა და ამ ტბასაც კალოზას ტბას ეძახიან. ტბის გარდა რა თქმა უნდა 360 გრადუსით არაჩვეულებრივი ხედებია, ცოტა ქარი არის. მაგრამ რა თქმა უნდა ხელს შეგიშლის კარგი თავგადასავლების ძიებაში. როგორც აღვნიშნეთ, ცოტას დავისვენებთ და მალევე გავაგრძელებთ ჩვენს გზას. აი მიმართულებით.
დასავლელი მანძილის უდიდესი ნაწილი სრულიად უსაფრთხოა. თუმცა არის მონაკვეთები, სადაც მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ჩვენი გამყოლები გვაცნობენ სწორად გადაადგილების წესებს. აღმართებზე აუცილებელია სიჩქარე არ დავაგდოთ, ერთი ტემპი შევინარჩუნოთ და ისე ავიდეთ. ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება. ერთ-ერთ რთულ ასასვლელზე წონასწორობა ვერ შევინარჩუნეთ. ვაი. კარგად ვარ. ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. არავინ დაშავებულა. პირიქით, გამხიარულდით კიდეც. ჩვენმა გამყოლებმა აიყვანეს თოლმავლები ამ მონაკვეთზე და კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით განვაგრძეთ გზა. ეგ ძირითადი რთული გზები ამოვიარეთ თუ ამოვлакვი ამას. ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ რაც თავი ამოვედით. როგორც ჩვენი ალტიმეტრი გვეუბნება, ახლა 2130 მეტრზე ვართ, საიდანაც უკვე შედარებით სწორი გზა იქნება. გავუყევით ამ მიმართულებით და ჩავალთ უკვე სოფელ ტაბაწყურში. ქარია, მაგრამ უფრო დიდ ქარს ველოდი და კარგია რომ მაინც ქარიც გვიწყობს ხელს და გადავადგილდებით შვიდად. წავედით. ამ ადგილიდან კლავმე დავჯექი საჭესთან. ახლა ძირითადად სწორი გზა გვაქვს გასავლელი, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი დათოვლილი მთებით. ამ წუთების ბრწყინვალებას ამინდიც ხელს უწყობს. გზის ამ ნაწილში წყლის ღელეები გადის თოვლის ქვეშ, ამიტომ აუცილებელია გამყოლებს ზედმიწევნით გავყვეთ. თოლმავლები გავაჩერეთ ნაპირთან, გამოვუყევით გზას და უკვე ვიმყოფებით ტბის თავზე. ეს არის ტბა ტაბაწყური, რომელიც ფართობით მეოთხეა საქართველოში, თუმცა წყლის მოცულობით, რაც ამ ტბაშია, უდიდესია. ტაბაწყურზე გადმოსვლისას ეს იქნება ზამთარ თუ ზაფხული, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ გზად მოგიწევთ სამხედრო პუნქტის გავლა, სადაც შეამოწმებენ პირადობის მოწვევებს. ამიტომ აუცილებელია რომ თან გქონდეთ. ეს დაახლოებით იგივე პროცედურა, რაც გემახსოვრებათ თუშეთში იქნება და თუ ხევსურეთში, როდესაც გავდივართ საზღვრისპირა ტერიტორიებს და აუცილებელია რომ სამხედროებმა გააკონტროლონ თუ ვინ გადაადგილება. მართალია ჩვენ ახლა სასაზღვრო ზონაში არ ვიყოფებით, თუმცა აქ არის სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი. გულისხმობ ბაქო ჯეიჰანის მილსადენი სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის, სწორედ ამიტომ არის სამხედროები აქ, რომ ამ მილსადენის უსაფრთხოება უზრუნველყონ. როგორც ხედავთ, გარშემო ყველაფერი გადათეთრებულია, მოშანს ულამაზესი მთები. აქვე არის სოფელი ტაბაწყური, რომელშიც გავივლით, რა თქმა უნდა და ახლოს შევხედავთ. მანამდე კი წვრილფეხა ცხოველის დაკვალებს გავყევი, გავისერნებ უფრო ტბის ცენტრისკენ და შემდეგ გადავალ უკვე სოფლისკენ. ტაბაწყურის ტბა ბორჯომისა და ახალქალაქების მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სამსარის ქედის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1991 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტბაში არის კუნძულები, რომელიც ყინულის მიუხედავად თვალისთვის შესამჩნევია. ტბა დეკემბრიდან მარტამდე გაყინულია და თოვლითაა დაფარული. გამორჩეულად მიყვარს ტაბაწყურის ტბა ყველა სეზონზე. თუ ჯერ არ გინახავთ, ყველას გირჩევთ აღარ გადადოთ და აუცილებლად მოინახულოთ. სოფელ ტაბაწყურს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს. მისი ნაწილი ნახევარკუნძულზეა გაშენებული. ის ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფლის მოსახლეობა მეთევზეობას, მესაქონლეობას და რძის პროდუქტების წარმოებას მისდევს.
ტაბაწყურიდან ბაკურიანში იმავე გზით დავბრუნდებით. ტურის მთლიანი ხანგრძლივობა 5-6 საათია. ფასები განსხვავებულია. ინდივიდუალურად უნდა მოელაპარაკოთ ტურის ორგანიზატორებს. ჩვენ შემთხვევაში ერთი თოლმავლის საფასური 400 ლარი იყო. გაითვალისწინეთ, რომ გამყოლისთვისაც თქვენ ქირავთ თოლმავალს. გიდის ანაზღაურება ამ თანხაში შედის. უკანეგზაზე მეორე თოლმავლის მართვაც გამოვცადე. ორივე თოლმავლის მართვით დიდი სიამოვნება მივიღე. დავამთავრეთ ჩვენი ტური, ამოვედით საწყის წერტილზე, საიდანაც დავიწყეთ. იმის მიუხედავად, რომ 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვარ ამ ტურში ნამყოფი, მაინც ძალიან მომეწონა, მომნატრებია. ცოტა დავიღალე, მაგრამ საუკეთესო თავგადასავლები იყო მგონი და ახლა კი დრო დავბრუნდეთ სახლისკენ და სხვა რაღაცები დავათვალიეროთ. საკმაოდ დამღლელი დღის შემდეგ დავბრუნდი სასტუმროში, დავისვენე და რა თქმა უნდა გამოვდი გარეთ სალახში. ზოგადად ასეთი სტერეოტიპული წარმოდგენა არსებობს, რომ კურორტზე აუცილებლად მაღალი ფასები უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის კვებაზეც. ახლა ვიმყოფები ერთ ადგილობრივ რესტორანში, სადაც განსხვავებული კერძები შევუკვეთე და მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ამ რესტორანში, არამედ სხვა ადგილებში, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავი, საკმაოდ მისაღები ფასები იყო. და რაც მთავარია, რაც კი დავაგემოვნე, ძალიან გემრიელი იყო აბსოლუტურად ყველაფერი. ოჯახური დასვენების მსურველებისთვის ბაკურიანი ერთ-ერთი ოპტიმალური სამთო კურორტია. ინფრასტრუქტურა ოჯახურ დასვენებაზეა მორგებული. არის საბავშვო პარკები, გამოყოფილი ადგილები თოლმავლის მცირე ტურისთვის, ყინულის მოედანი და სივრცეებიც იგით სასრიალოდ. სეზონზე დიდი ხალხმრავლობა და ამისთვის უნდა იყოთ მზად. განსაკუთრებული ყურადღება პატარა ბავშვების მშობლებს მართებთ. ბოლოს რა თქმა უნდა მოვედით ეგრეთ წოდებულ 25-იანებთან. ბაკურიანის ტერიტორიაზე იყო განლაგებული სხვადასხვა მეტრის ტრამპლინები, აქ იყო 25 მეტრიანი და სწორედ აქედან გამომდინარე შემორჩა ეს სახელიც. ეს ტერიტორია ალბათ ყველაზე ხალხმრავალია, იმიტომ რომ აქ არის როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის გასაქირავებელი თხილამურები, სნოუბორდები, განწყობები ძირითადად აქ სწავლობენ, ასევე არის არაერთი გასართობის საშუალება ბავშვებისთვის, ეს იქნება ციგა, ტირის სხვადასხვა სათამაშო, ასევე არის კვების ობიექტებიც. ბაკურიანის თავგადასავლები სწორედ აქ თავდება, ცოტას გავისეირნებთ, უკვე დავბრუნდები სახლში და წავალ შემდეგ მოგზაურობაში. ვფიქრობ, საინტერესო თავგადასავლები გამოგვივიდა, უცადეს სრიალი, გავისეირნეთ, ასევე თოლმავლებით გქონდათ აბაზგურსკენ შესანიშნავი ტური ჩემი აზრით. მოკლედ ყველაფერი კარგი იყო, ახლა კი სხვა თავგადასავლების დროა. აქ სრულდება ჩვენი ქართული ზამთრის თავგადასავალი. შემდეგ გადაცემაში შევდარებელ ბოლონია ფლორენციაში ვიმოგზაურებთ.